სურსათის ფასების შემცირების მიზნით ბიზნესთან კონსულტაციები დაიწყება. საგაზაფხულო სესიიდან სპეციალური კომისია შეიქმნება პარლამენტში. ფასების საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. იმაზე, რაც მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, კომენტარები კეთდება ოპოზიციაშიც, ოპონენტების რეაქციას ისტერიულს უწოდებენ მმართველ გუნდში. ნინო არღულიანია თემით პირდაპირ ეთერში. სასურსათო პროდუქტებზე ფასების კლებასთან დაკავშირებით მეორე დღეა ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული არასამთავრობოები, მათივე აქტივისტები და ოპოზიციური მედია საშუალებები ისტერიაში არიან. არც მეტი, არც ნაკლები მათი განცხადებები და Facebook პოსტები იქამდე მიდის, რომ სასურსათო პროდუქტებზე ფასების კლებას აპროტესტებენ. რადიო თავისუფლება უფრო შორსაც წავიდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ლუკაშენკოს განცხადებას გაუტოლა. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, დღეს ოპოზიციაში არ აღმოჩნდა არავინ ისეთი, ვინც იტყოდა, რომ ფასების კლების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება მოსწონს. უფრო მეტიც, დღეს ოპოზიცია ბიზნესს მოუწოდებდა, რომ იაქტიურონ ფასების კლების წინააღმდეგ. ემხრობით თუ არა ფასების შემცირება? ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ძალიან დიდი ხანია. ანუ მოგწონთ ფასები არის გაზრდილი ხელოვნურად და ამ ყველაფერს ხელს უწყობს ეგრეთ წოდებული ფასების შემცირების ინიციატივა მოგწონთ. ფასები ქვეყანაში უნდა იყოს დაბალი, იმიტომ რომ დღეს ქვეყნის დონე არ არის იმ ნიშნულზე ეკონომიკური დონე, რომ ამ ხელა ფასები არსებობს. ანუ მთავრობის ინიციატივა მოგწონთ შესაძლოა. გითხარით, გაგეცით. მოგწონთ. პასუხი გაგეცით. შედეგი ამით ფასების კლება კი არ იქნება, არამედ ტოტალური კონტროლის დამყარება. ამიტომ უნდა გაიბრძოლოთ ბიზნეს ეხება ეს. ქვეყანაში ფასებთან დაკავშირებით ვისმენთ იმ პარტიის განცხადებას, რომელმაც თავად სისხლის სამართლის კოდექსის 195 მუხლი გააუქმა, რომელიც ქვეყანაში სწორედ ფასებს, ანუ მონოპოლიურ საქმიანობას და კონკურენციის საკითხებს არეგულირებდა. მართველი პარტია ოპოზიციის ისტერიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა საკითხი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის წარმატებას და მოქალაქეებისთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება, ოპოზიციისთვის მიუღებელია, რადგან ოპოზიცია არ იზიარებს არაფერს, რაც მათ რევოლუციურ გეგმებში არ ჯდება. მათი პატრონის დავალების ერთ-ერთი გამხმარებლის კალბატონ ლორა თორნტონის განცხადება ჩვენ გვახსოვს, რომ უნდა იყოს ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში და მხოლოდ სოციალური პრობლემების ფონზე არის შესაძლებელი, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა მოვიდეს ხელისუფლებაში. დიახ, ასეა, ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იბრძვის, აქვს ერთი სურვილი, რომ როგორმე ჩამოიშალოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, არ იყოს ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა გატარებული და შემდეგ ამ ღურიე წყალში აქვთ მოლოდინი, რომ დაიჭერენ თემს, ანუ მომავალ ხელისუფლებაში და ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში. ნაციონალურ მოძრაობა 2003-2012 წლებში გააუქმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ეს ყველაფერი გააკეთა იმით, რომ ხელში ჩაეგდო შემდეგ ყველა ბიზნესი, ყველა სექტორში შესულიყო თავისი ხალხი დაენიშნა, ან ის ბიზნესები, რომელიც უარს ეთყოდნენ პირდაპირ ჩამოერთმე ადამიანებისათვის და ტერორი ქონდა გამოცხადებული, ერთი მხრივ როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, მეორე მხრივ ბიზნესის კუთხით და ახლა გამოდიან და მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობენ თითქოს რაიმე ზეწოლას ახდენს ხელისუფლება ბიზნესზე. ეს თავს როდესაც ხედავენ სარკეში, შემდეგ ამ სარკის ანარეკლის აღწერას აკეთებენ ხოლმე კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. თითქოს ერთი შეხედვით ოპოზიციისათვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო, რომ ფასები იყოს სტაბილური ან იაფი და ასე შემდეგ. როგორც კი ხელისუფლებამ დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, მაშინვე ეგრეთ წოდებული კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ჩვენ იმაზე, რომ ამ ოპოზიციის გაცხადებული მიზანი არის ეგრეთ წოდებული რევოლუცია. ამიტომ ყველაფერი ის, რაც რევოლუციას არ უწყობს ხელს, არის მათთვის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ეკონომიკური წინსვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მათ შორის პროდუქტებზე შესაძლო ფასების გაიაფება არ შედის ამ ოპოზიციის ინტერესებში. ვინაიდან კომისიას ვქნით, ჩვენ ამით ხსნით ამ პოლემიკას და საზოგადოებას ვეუბნებით, თუ ვინმეს რამე არგუმენტი გააჩნია პრემიერ-მინისტრის ამ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სოციალური ნაბიჯის წინააღმდეგ. მოვიდეს და გითხრას.
მივიდეს და უთხრას, შევიდეს პოლემიკაში. დანარჩენი ასეთი მონოლოგის რეჟიმში რაღაცების საუბარი ისე ჩაითვლება იმათ, რომ ეს არის მართლაც ნაცკლასტერი და მართლაც არანაირად არ აინტერესებს არაფერი. სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობა კონსულტაციებს სადისტრიბუციო კომპანიებთან და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან იწყებს.